ის არის იყო საორგანიზაციო ჯგუფის ერთ-ერთი წევრი, რომელიც ბოლო 2 თვის განმავლობაში გარკვეული მისი პირადი პრობლემების გამო არ გამოჩენილა კრებაში და ბოლო 4-5 დღეა რაც კრების ოფისში გამოჩნდა. ჩვენ ძალიან დელიკატურები ვიყავით, როდესაც მისთვის არ დაგვისვამს კითხვები ამ 2 თვის განმავლობაში, რატო არ ჩანდა ის და რატომ არ იყო მისი აქტიურობა, მაგრამ როგორც მინიმუმ ბატონი სოსოს მხრიდან ამ განცხადების გაკეთება, როგორც მინიმუმ არაკორექტულია, იმიტომ რომ მისი ხმა გუშინ არავის არ გაუგონია. ეს არ არის ის ადამიანი, რომელიც კრებაში გადაწყვეტილებას იღებს, გუშინდელი გადაწყვეტილება კრებასთან დაკავშირებით და სარეზოლუციო ნაწილთან დაკავშირებით ერთხმად იყო მიღებული საინიციატივო ჯგუფის გაფართოებული შემადგენლობის მიერ. ეს იყო მთელი საინიციატივო ჯგუფი, იყო რა თქმა უნდა რაღაც გარკვეული განსხვავებული მოსაზრებებიც, მაგრამ გადაწყვეტილება იქნა მიღებული კანონის და წესის მიხედვით, როგორც ჩვენ შეთანხმებული ვართ, აბსოლუტური უმრავლესობით, რომ ეს იყო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება და ჩვენ ასეც ველოდით, რომ ეს გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული, ასე რომ ძალიან უცნაურია რბილად რომ მაგრამ ქალბატონო, დარწმუნებული ხართ, რომ იმ ძალებში, ვინც არიან კრების გარშემო, ყველა სუფთაა ხელისუფლების ზეგავლენისგან და არავინ არ არის ბრჭყალებში, რომ თქვათ შემოგდებული, უბრალოდ ამაზე უკეთეს სიტყვას ეხა ვერ პოულობ. მაგრამ მე იმედი მაქვს, რომ ყველანი ვინც არიან დღეს კრებაში გაერთიანებული და კრების ირგვლივ ყველანი არიან გულწრფელნი და განწყობილნი იმისათვის, რომ ბრძოლა ბოლომდე მიიყვანონ. ხა კრების შემადგენლობა და მხარდამჭერების რაოდენობა თანდათანობით ძალიან ფართოვდება. ძნელია ბუნებრივია ყველა ადამიანზე დადო თავი, მაგრამ მე ნამდვილად შემიძლია გითხრათ, რომ არ არსებობს ადამიანი საქართველოში, რომელიც საინიციატივო ჯგუფის წევრებთან დაკავშირებით რაიმე კითხვის ნიშანს დასვამს და გუშინ ამ ადამიანებმა ნამდვილად დაანახეს მთელ საქართველოს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ისინი პოლიტიკოსები არ არიან, როგორ მყარად იდგნენ, ესე ვთქვათ, თავის პოზიციაზე და ერთი წამით არ შეტრკნენ არც კითხვებთან დაკავშირებით, იმის და მიუხედავად ეს გულწრფელი იყო თუ არა გულწრფელი, არც გულწრფელი ადამიანების წინაშე და არც ასე ვთქვათ, პროვოკატორების წინაშე და ეს ადამიანები არ აპირებენ არც ერთი ნაბიჯით უკან დახევას. მე იმედი მაქვს, რომ ჩვენს პოლიტიკოსები არ ასე ვთქვათ, შევარცხვენთ მათ და მათ გვერდით ვიდგებით უყოლა. მე ესე შეგნებულად ვამბობ, იმიტომ რომ უბრალოდ არაკორექტული იქნებოდა ჩემის მხრიდან, ეხლა რაიმე ტიპის კითხვის ნიშნების დასმა, რომელიმე იმ ძალასთან დაკავშირებით, რომელიც კრებას რატომ არ არის ეს ძალიან აქტუალური მისთვის კრება არის, მაგრამ ჯერჯერობით მე არა მაქვს საფუძველი ვილაპარაკო რომელიმე ძალის მიმართ რაიმე პრეტენზიით, იმიტომ რომ გუშინ ყველანი ვიდექით ერთად, ყველანი ამ გადაწყვეტილებამდე მივდიოდით ერთად, დღეს ვაგრძელებთ აქტიურად მუშაობას და არანაირი საფუძველი არ აქვს. იმიტომ რომ პოლიტიკური ძალები იყვნენ ფორუმმა განსხვავებული პოზიცია მოხატა რაღაც პერიოდში, შემდეგ ვიცი რომ ისევ შეთანხმდით. ფორუმს არ დაუფიქსირებია განსხვავებული პოზიცია, გუშინ ფორუმთან ერთად იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული, რომ ჩვენ კომიტეტებს ვქმნით და ვიწყებთ ერთობლივ მუშაობას და მე არსად არ მომისმენია ფორუმის განსხვავებული პოზიცია. არა, დღეს კახაშარტავ ნამდვილად განაცხადა, იყო მასთან ინტერვიუ, რომ პირველ ნახევარში რამდენიმე საათში გადაწყდებოდა საერთოდ დარჩებოდა თუ არა სახალხო კრებასთან ფორუმი, ასევე როგორც კრების მონაწილეების ერთი ნაწილი დაიძრა ტელევიზიისკენ, ფორუმი და მათი მხარდამჭერები დარჩნენ პარლამენტთან. ამაში გასაკვირი არაფერი არ არის, იმიტომ რომ ტელევიზიისკენ დაძრა ეს არ იყო გადაწყვეტილება მიღებული აღმასრულებელი საბჭოს მიერ, ეს იყო სპონტანურად მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც ხალხის იმ განწყობას ეხმიანებოდა, რომლებიც უკმაყოფილონი არიან პირველი არხის გაშუქებით და ამიტომ სულაც არ იყო აუცილებელი, რომ ეროვნული ფორუმი დამორჩილებოდა, ვთქვათ, იმ გადაწყვეტილებას, რომელიც იქ სპონტანურად იქნა მიღებული. თუმცა მე კიდევ ერთხელ გეუბნებით, მე მქონდა საუბარი თუნდაც წამოსვლის წინ რაღაც საკითხები იყო დასაზუსტებელი იგი ეროვნული ფორუმის ლიდერებთან და მე ბატონი კახაშარტავას ინტერვიუსაც ვუსმინე და მას არსად არ დაუფიქსირებია, რომ ის, ასე ვთქვათ, კრებაში ყოფნა არ ყოფნას აყენებს ეჭვის ქვეშ. მან თქვა, რომ არის საკითხები, გადასამოწმებელია, გუშინაც ბევრი ინფორმაცია მოდიოდა, რომ ფორუმმა ეს თქვა, იმან ეს თქვა, ამან ეს თქვა, მაგრამ საბედნიეროდ ეხლა ჩვენ უკვე აღარ აქვს კომუნიკაციის პრობლემა და იმ წუთში ვამოწმებთ ერთმანეთთან რა არის რეალობა და ხშირ შემთხვევაში იგივე საინფორმაციო საშუალებები არ ავრცელებენ ზუსტ ინფორმაციას. კობადავითაშვილი დარჩა კრების მხარდამჭერების მე ბატონ კობასთან არ მქონია კონსულტაციები, რაც შეეხება ბატონ კახას, ნამდვილად შემიძლია გითხრათ, რომ მან თქვა, რომ არის საკითხები დასაზუსტებელი, ჩვენ ამ საკითხებზე მუშაობთ. ეს რა თქმა უნდა ასეა, ჩვენ ყველანი ვმუშაობთ, ეხლა რომ დავაზუსტოთ ძალიან ბევრი საკითხი, რომელიც ხვალზეგ და მაზეგ, ანუ პირობითად მაზეგ, ბუნებრივია, არ შეგვიშლის ხელს კონკრეტულად ჩვენი ერთობლივი გეგმების განხორციელებაში. დღეს იყო საბჭოზე საღამოს კობადავითაშვილი ქალბატონი. კობადავითაშვილი ბატონი კობა არ არის საბჭოს წევრი, ამიტომ არა, ის არ ესწრება ჩვენ ღონისძიებებს, ის ჯერთი ბოლოს შემოუერთ და ამ, ასე ვთქვათ, თავყრილობას და საბჭოს წევრი არ არის, ბატონი ზვიაძე
ძიძიგური საბჭოს დღეს ესწრებოდა. დარჩება ხალხის პარტია კრების გვერდით თუ არ არის ეს? ეს არ არის ჩემთვის ძალიან აქტუალური, პირდაპირ შემიძლია გითხრათ, დარჩება ძალიან კარგი, არ დარჩება ამაშიც ტრაგედიას ვერ ვხედავ ხა ყველა პარტია თავად იღებს თავის გადაწყვეტილებას. თუმცა რატომ არ არის აქტუალური? რაც მეტი პოლიტიკური ძალა იქნება, უკეთესია თუ არ არის? მე არ ვიცი ხა რატო გახდა ესე აქტუალური კობა დავითაშვილის კრებაში ყოფნა არ ყოფნა. არა, არ ვიცი მე რეკითხეთ ხა მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ ვისი პოზიციაც არის გასაგები, იმათთან აქტიურად მუშაობთ. დღეს ნაკლები იყო ხალხის რაოდენობა პარლამენტის წინ. არც უნდა ყოფილიყო, მე აბსოლუტურად არ ცველოდი დღევანდელი ასე ვთქვათ მიტინგის გამოცხადება იყო კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ გუშინ კრების ორგანიზატორებმა მიიღეს აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება, როდესაც არანაირი მიტინგები არ გააგრძელეს. ჩვენი გადაწყვეტილება იყო სწორი და ის აჟიოტაჟი, რომელიც ხელისუფლებამ შექმნა, რომ აი ხალხს უნდოდა გაგრძელება და მოლოდინი იყო და ასე შემდეგ, ეს იყო აბსოლუტურად ხელისუფლების მიერ გაპიარებული და დამძიმებული ვითარება, რომ კიდევ ერთხელ გეუბნებით, ეხა კრების დისკრედიტაცია ვერ შეძლო ხელისუფლებამ, იმიტომ რომ ძალიან ძნელია ებრძოლო კრებას, მაშინ როდესაც იქ არიან ისეთი ადამიანები, როგორიც არიან წარმოდგენილნი საინიციატივო ჯგუფში და კრებას, რომელსაც ხა ადრე მარტო ბურჯანაძე და დემოკრატიული მოძრაობა უჭერდა მხარს და უფრო ადვილი იყო, ესე ვთქვათ, კრებისკენ ხელის გამოშვერა. ეხა კრებაში არის ფორუმი, კრებაში არის მოძრაობა თეთრები, კრებაში არის ბატონი ზვიად ძიძიგური და ეხა ძნელია ეხა რომ ამას ყველაფერს ესე ვთქვათ ებრძოლო და წყალი გადაასხა. ამიტომ ეხლა სცადეს რომ ხალხისათვის ეთქვათ რომ აი ესენიც არაფერს არ გააკეთებენ, ესენიც შეკრებენ ხალხს და დაშლიან. არა ბატონებო, ჩვენ რასაც შეკპირდებით იმას გავაკეთებთ. ანუ ხალხი არ დაჩაივეთ გაცრობილი გულწრფელად შეგიძლიათ ხალბატონო ეკა არა 90% მინიმუმ. ანუ ის ადამიანები ვინც დაძახებულნი იყვნენ კრებაზე, ამ ადამიანებმა იცოდნენ რაზე მოდიოდნენ. ეხა მხარდამჭერი ადამიანები, ვინც უბრალოდ მოვიდა იქ მხარდასაჭერად და ბოლომდე არ იყო გარკვეული რაზე მოდიოდა, ან ვინც შემოიარა იქ კრებისთვის მხარდასაჭერად და პროტესტის დასაფიქსირებლად, რაც სხვათა შორის ძალიან სერიოზული ნიშანი უნდა იყოს ხელისუფლებისათვის, იმიტომ რომ ჩვენ გავაკეთეთ 12500 კაცის მობილიზაცია, ჩვენ ამ ადამიანების გარდა არანაირი მობილიზაცია და განსაკუთრებული აქტიურობა არ გაგვიხორციელებია და პრაქტიკულად ჩვენი აქტიურობის გარეშე ორჯერ გაიზარდა კრებაზე დამსწრეთა რაოდენობა. ამიტომ ეს არ ვიცი, ვერ გეტყვით ახლა უკეთესი ინფორმირებულობა რომ ყოფილიყო და ეთერები ყოფილიყო ღია კრებისთვის შეიძლება ყოფილიყო ორჯერ და სამჯერ მეტი, მაგრამ ამ დახურულ სივრცეში და ამ არაინფორმირებულობაში ნამდვილად გასაკვირი იყო რომ ამდენი ადამიანი მოვიდა. ამიტომ მე არ მინდა ახლა გული ვატკინო ყველა იმ ადამიანს, ვინც არ იყო ბოლომდე დეტალურად გარკვეული და მეტი მოლოდინი ჰქონდათ, ეკა მოდი ესე ვთქვათ, ახლა გულდაწყვეტილი მეც ავარ. რა თქმა უნდა, მე ძალიან გამეხარდებოდა და ვფიქრობ თქვენს, რომ გუშინ ყოფილიყო შესაძლებელი, რომ ეს ხელისუფლება მშვიდობიანად, წყნარად, ყოველგვარი უბედურების გარეშე წასულიყო, დანიშნულიყო. გულდაწყვეტილი თქვენ ხომ იცოდით, რომ ეს გუშინ არ ემოციურად გეუბნებით, ეკა რა დაგემართათ, ახლა მე ძალიან კარგად ვიცოდი, რომ ეს გუშინ არავითარ შემთხვევაში არ, კაი, გულდაწყვეტილი არა, უფრო გახარებული ვიქნებოდი, მოდი ესე ვთქვათ, რომ ეს ხელისუფლება წასულიყო, ეხლა კი არა 2 წლის წინ, როცა ომი წააგო და 20% დაკარგა ტერიტორიების და ქვეყანას მისცემოდა განვითარების შანსი. ასე იყო ყველა ის ადამიანი, რა თქმა უნდა, ყველა ოპონენტს დღეს ხელისუფლებისას უნდა რომ დღესვე შეიცვალოს ეს ხელისუფლება, თუმცა ხელისუფლების სხვა ოპონენტები კრიტიკულები არიან თქვენს მიმართ. რა მინდა და რა არ მინდა, ანუ რა არის შესაძლებელი ეს სხვა არის, ამიტომ ჩვენც და კრებაზე მოსულ ხალხსაც ზუსტად ქონდა იმისი, ესე ვთქვათ, ანალიზი, რისთვის უნდა მიგვეღწია გუშინ და ამას ჩვენ მივახციეთ და კიდევ ერთხელ გეუბნებით. ხალხს ჩვენ რასაც შევპირდებით, იმას გავაკეთებთ. თუმცა შეგპირდით რომ კრებას ჩავატარებდით და კრება ჩავატარეთ. ხვალ შეგპირდებით რომ კომიტეტებს შევქმნით რაიონებში, კომიტეტებს შევქმნით. ზეგ გპირდებით და უბრალოდ ხვალიდანვე რომ დავიცავთ ყველა იმ ადამიანს, რომელსაც ხელისუფლება უსამართლოდ შეეცდება რომ დაჩაგროს და ამას გავაკეთებთ. ძალიან სკეპტიკურები არიან სხვა ოპოზიციური ლიდერები თქვენს მიმართ, მაგალითად მინდა წაგიკითხოთ ირაკლი ოქროაშვილის გამონათქვამები. არ მაინტერესებს სიმართლე გითხრათ. მაინც წავიკითხავ. მაინტერესებს თქვენი აზრი მე მათ შესახებ. ბურჯანაძეს კითხეთ, კიდევ შორიდან ვუყურებ მე რეალობას და ადეკვატურად ვერ აღვიქვა მოვლენებს. აქციის ორგანიზატორმა პოლიტიკოსებმა თვითმკვლელობა ჩაიტარეს. ხალხმა რა დააშავა 3 წელი ერთი და იგივე წრეზე დაატარებენ. გაერთიანებას რომ ვთავაზობდით, იმიტომ კი არ ვთავაზობდით, რომ დიდი წარმოდგენა გქონდა მასზე, არამედ იმიტომ, რომ მარტო ამ საქმეს გააფუჭებდა. რითია გამოწვეული ეს ძალიან საინტერესო არის, იცით რომ თურმე ადამიანები ერთი წამით ქალბატონო ეკა, ესე იგი თურმე ადამიანები მათი პარტიის ლიდერობას და პრეზიდენტობას გთავაზობენ, იმიტომ რომ რამე არ გააფუჭო.
ну ეს საერთოდ მე მგონი უნიკალური შემთხვევა არის ქართულ პოლიტიკაში. ყოჩახ ბატონო ირაკლი. მე მაინც მეგონა რომ ასე ვთქვათ პოზიტიური აზრი ქონდა ჩემთან დაკავშირებით და ამიტომ თავაზობდნენ პრეზიდენტობას და თურმე პატვიცემულო ქალბატონებო და ბატონებო, იმიტომ თავაზობდნენ პარტიის ლიდერობას, მათივე შექმნილი პარტიის ლიდერობას. და მე მათი პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატობას რომ რამე არ გამეფუჭებია და ისე უკაცრავად ბოდიში მომითხოვია და მე პრეზიდენტად რომ უცებ მათი პარტიის წარმომადგენელი გამხდარიყავი და მე რომ რამე გამეფუჭებინა პასუხისმგებლობას ვინ იღებდა თუ ესეთი არასაიმედო კანდიდატი ვიყავი მათთვის ნუ ხა ამაზე ლაპარაკი საერთოდ უბრალოდ სასაცილოა და არასერიოზულია რა შეიძლება ხალხის წრეზე ეტარებას ქალბატონო ნინო არანაირ წრეზე აკეთებს ამას ოპოზიცია იცით რა ხალხმა რა დააშავა ეხა მაგის კითხვის უფლება ყველაზე ნაკლებად ირაკლი ოქროაშვილს აქვს ამ ქვეყანაში და მე ძალიან ბევრ ამაზე გაჩვენებული ვარ ქალბატონო ეკა ძალიან ბევრ ამაზე იმიტომ რომ მინდა დავიჯერო და არ შევიტანო ეჭვი იმაში რომ ირაკლი ოქროაშვილი ნამდვილად ოპოზიციაშია და ნამდვილად უნდა ამ ხელისუფლების გაშვება მაგრამ ნამდვილად შემიძლია გითხრათ რომ ხალხი რომ ასე ვთქვათ ცოდოა ამაზე ირაკლი ოქროაშვილს მაშინ უნდა ეფიქრა როდესაც იმ თანამდებობებზე მუშაობდა რომელზეც მუშაობდა და მაშინ არ უფიქრია რომ ხალხი ცოდოა არ მინდა ამ თემაზე ლაპარაკი ჩემი კრედო ამჯერად არის რომ ვინც ჯერ კიდევ მგონია ოპოზიციონერი ნამდვილად არ მინდა რომ მათ ვეპაექრო მაგრამ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ იმედი მაქვს რომ ეს შეცდომები ირაკლი ოქროაშვილს მოსდის იმის გამო რომ ის მართლა არაადეკვატურად უყურებს მოვლენებს შორიდან. არავის ხალხი წრეზე ოპოზიციურ ძალებს შორის ქალბატონო. ალბათ ვერ გეტყვით. არავის ხალხი წრეზე არ უტარებია. განსხვავებით სხვა ოპოზიციური ძალებისაგან ჩვენ ხალხი არ მოგვიტყუებია. ჩვენ ხალხს ვუთხარით რომ ვატარებთ კრებას და მიუხედავად იმისა რომ მილიონი წინააღმდეგობა შევხვდა ამ გზაზე, ჩვენ კრება ჩავატარეთ და ამიტომ არის გაშმაგებული ხელისუფლება. კრება შეეცადა გუშინაც და დღესაც არაფერი არ არისო, მე რაო, ვინ რაღაცა აირჩიეს, რაღაცა მიიღესო, თუ არაფერი არ არის, ამდენი რესურსი რატო იხარჯება ამ კრების დისკრედიტაციაზე? კარგი, საუბრის ბოლოს როგორ უნდა ახსრულდეს თქვენი გადაწყვეტილებები? როგორ უნდა მარტივად მეთქი არ ვიტყვი, ამას ძალიან დიდი შრომა დაჭირდება და ძალიან დიდი ძალისხმევა დაჭირდება. მე მინდა გითხრათ, რომ დღეს მოვისმინე კიდევ ცალკეული ვითომ ოპოზიციური პარტიის კომენტარები, რომელსაც მე ოპოზიციურ პარტიებს ნამდვილად ვერ დავარქმევ, იმიტომ რომ ნამდვილად პოლიტიკურ სატელიტებად გადაიქცნენ ამ ხელისუფლების და ძალიან ურჩევ რომ ესე ვთქვათ ფრთხილად ილაპარაკონ კრებასთან დაკავშირებით. ნამდვილად შემიძლია გითხრათ, იმიტომ რომ კრებაში მყოფი ადამიანები ნამდვილად არავის სიხსენებელი არ არის. არ მინდა დაკონკრეტება, საზოგადოება თვითონ ძალიან კარგად მიხვდება. თვითონ რა პოლიტიკურ პერსპექტივებს გვთავაზობდნენ ეს ადამიანები, როდესაც იძახდნენ რომ ადგილობრივი არჩევნების შემდეგ ხელისუფლებას შევცვლითო. შეიცვალა სააკაშვილის ხელისუფლება და მე ვერ გავიგე თუ როგორ არის. ეკა თუ თქვენ იცით რომ შეიცვალა და მე ვცხოვრობ ილუზიაში მითხარით. მაგრამ მე მგონი სააკაშვილის ხელისუფლება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებით არ შეცვლილა. რაც მოხდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებით, მოკვდა პოლიტიკური პროცესი, გაცოცხლდა სააკაშვილი, მკვდარი სააკაშვილი, როგორც პოლიტიკოსი, ჩამოერეცხა სააკაშვილს არადემოკრატიული პრეზიდენტის იმიჯი და ის, ასე ვთქვათ, შეხვედრები, რომელიც სააკაშვილს ერთი კვირის წინ ჰქონდა, არც დაესიზმებოდა სააკაშვილს, რომ არა ადგილობრივი თვითმმართველობით სააკაშვილის გათეთრება და დავასრულებ უკაცრავად ქალბატონო და გეტყვით, რომ კრებამ რაც გააკეთა, კრებამ გააცოცხლა ცალკეული პოლიტიკური პარტიების და პოლიტიკოსების ადგილობრივ თვითმმართველობაში მონაწილეობის მიღებით მოკლული პოლიტიკური პროცესი. ვინ იქნება პასუხისმგებელი იმ პროცესებზე, რომელსაც დაიწყებს კრება? ყველანი ჩვენ ერთად სახალხო კრება, პოლიტიკოსები თუ ხალხი ყველანი ერთად, იმიტომ რომ ჩვენ ადამიანებს ქალბატონო ეკა ბრმად არ ვეძახით. ჩვენს მხარდასაჭერად. ჩვენ ადამიანებს ვუხსნით, რისთვის მოდიან, ამიტომ იყო რომ კრების დელეგატთა 99% ხა 100 რომ არ თქვა, შეგნებით შეხვდა გუშინდელ გადაწყვეტილებას, იმიტომ რომ იმ ხალხმა იცოდა, რისთვის მოვიდნენ ისინი და რისთვის შეიკნიბნენ რუსთაველის გამზირზე და არავის არ ქონდა იმის ილუზია, რომ ვინმე სადმე უნდა შევარდნილიყო. ყველამ ძალიან კარგად იცოდა, რომ კონკრეტული გადაწყვეტილებები უნდა მიღებულიყო და დაწყებულიყო ბრძოლა და ამ ადამიანებმა იციან ისიც, რომ ისინი არიან თავის მომავალზე და თავის დღევანდელ დღეზე პასუხისმგებელი. იმ შემთხვევაში ქალბატონო თუ იმ ადამიანებს, ვინც გუშინ იყო პარლამენტის წინ და დღეს იყო დაატერორებენ, დაიჭერენ, ან მათ ოჯახის წევრებს დაიჭერენ. რა უნდა მოხდეს, რა სიზავთ ასეთ შემთხვევაში? შეიქმნება მობილური ჯგუფები, რომელიც ყველა ასეთ მოქმედებაზე გააკეთებს არა მარტო სამართლებრივ რეაგირებას, არამედ ჩვენ ამ ადამიანებს ფიზიკურად დაუდგებით გვერდში. ჩვენ არ დავაჩაგრინებთ ჩვენს წარმომადგენლებს, მე ზუსტად ვიცი რომ უკვე გაცემულია ბრძანება შინაგან საქმეთა სამინისტროში, რომ როგორც მინიმუმ თითო ადამიანი
თითო რაიონში დაიჭირონ, ვინც გუშინ კრებაზე იყო ჩამოსული და კრებას მხარს უჭერს, რომ სამაგალითოდ რაიონის დასანახად ასეთი ადამიანები დაისაჯონ. კარგი და როდის იქნება შემდეგი ღონისძიება? ძალიან ვაფრთხილებ, რომ არ იქნება ისე, როგორც იყო შარშან და შარშანწინ, როდესაც პანტაპუნტით გვიჭერდნენ უკანონოდ ადამიანებს და უსამართლოდ. ჩვენ დავიცავთ ამ ადამიანებს. როდის იქნება შემდეგი ღონისძიება? შემდეგი ღონისძიება იქნება ორშაბათს, როდესაც ჩატარდება აღმასრულებელი საბჭოს შეკრება. ჩვენ ჟურნალისტებს წაუდგენთ უკვე პირველ ეტაპს კონკრეტული სამუშაო გეგმებისა. შემდეგი ღონისძიება ეს უკვე იქნება ალბათ ერთ-ერთი პირველი რაიონული კომიტეტის გახსნა ან თბილისში, ან რომელიმე რეგიონში და მე ვარაუდობ, რომ მომავალ კვირაშივე იქნება კრების დარბაზის შეკრება, სადაც იქნება ყველა ამ საკითხებზე და სამომავლო გეგმების ძალიან სერიოზულ კონკრეტიზაციაზე საუბარი. დიდი მადლობა. მადლობა. ჩვენი სტუმარი იყო ნინო ბურჯანიძე, გადაცემაში რეკლამის დრო, რეკლამის შემდეგ უკვე ირაკლი ალასანიასთან ერთად დავუბრუნდებით ეთერში.